Დამთემაზე სასაუბროთ კი ვის მოვიწოდით თუ არა ისევ სურსათის უნებლობის ექსპერტებს ეკაგიგაური და ეკაგიგაური არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი და ასევე ირაკლი არაბული მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ ჩვენთან ერთად. ჩვენ მოვიტანეთ სტუდიაში ის პროდუქტები, რომლებიც ვთქვი, რომ აქტუალური არის ამ სეზონზე, აი ხორცი, თევზი, კვერცხი, ჩაქაფული სეზონი მოდის ახლა და დამითანხმებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის ამასთან, როგორც შერჩევის, ნედლეულის, ასევე მომზადების და შემდეგ შენახვის პირობები იცოდეს ჩვენმა ტელემაყურებელმა და მოდი დავიწყოთ ხორცით და ირაკლი მოდი თქვენით დავიწყოთ პირველ რიგში საუბარს. აი ხორცი როგორ უნდა შეარჩიოს მომხმარებელმა ბაზარზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ალბათ შეძენის წერტილსაც და ზოგადად რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ხორცის შეძენამდე. იცით რა მაინტერესებს აი ამ მაგალითად აი ის მაგალითი რომელიც ანა მოყვა ხო ამ შემთხვევაში ხორცი მოწმდება ალბათ მის ვარგისიანობაზე ხო და არა მაგალითად აი რაღაც სათლებით ნაჭამ არ ვიცი ეგ რა შემთხვევა შეიძლება იყოს თუ რეალური არის თუ არა ეგეც საკითხავია საბოლოო ჯამში მაგრამ თუ რაღაცნაირად აი ხელოვნური დანამატებით არის ნაკვები ესა თუ ის ცხოველი რომელიც შეიძლება შემოწმდა ვეტერინარის მიერ მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ხორცი რა ანუ კარგია თუ ძველი ასე შემდეგ შეიძლება მოწმდება მაგრამ რა მიირთვა როგორ არის ნაკვები რითი არის ნაკვები ესეც მოწმდება ძალიან სწორი კითხვა არის ესეთი მცნება სურსათის უნებლობაში არის სურსათის უნებლობა და სურსათის ხარისხი ის რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არის სურსათის ხარისხი რაც უნებლობასთან კავშირში არ არის ჩვენ შეიძლება ვნახოთ როგორც ბაჩოიძახის და როგორც თქვენ ბრძანეთ ძალიან კარგად ვიზუალურად გამოყურებათი ასე ვთქვათ ხორცი რომელსაც თითიც კარგად ამოდის უკან და ყველაფერი აქვს ყველა მახასიათებელი აქვს მაგრამ მისი ასე ვთქვათ ქიმიური პარამეტრები რით იკვებებოდა ზუსტად ის ვთქვათ ანტიბიოტიკები თუ ქონდა როგორც შემდგომ როგორც აღმოჩნდა მრძეშიც გადადიოდა ან როგორც ჩვენ მერე გავიგეთ და არა მარტო სპეციალისტები არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც ძალიან განათლებულები გახდნენ და ყველა ამაზე საუბრობს რა თქმა უნდა ამას ვერაფრით ვერ გავიგებთ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ერთი ვიზუალური შეხებით აი ახლა ჩვენ დავინახოთ რომ აგერ კარგად გამოიყურება ხორცი მინდა გითხრათ კიდევ რომ აი ეს ხორცი სულაც არ გამოიყურება ძალიან კარგად იმიტომ რომ სხვადასხვა კარგად გამოიყურება მე მგონი არაერთგვაროვანი ფერი აქვს ხო შეიძლება ეს რაღაც ანუ დიდხანს იდო ღიად და არ იყოს ამაციური პირობებში და ადგილ-ადგილ სხვადასხვა ფერის არის ეს ხორცი და ეს ამასაც აუცილებლად ხო აუცილებლად უნდა დააკვირდეთ არ უნდა იყოს ძალიან წებოვანი ესეთი არის ცდება სურსათში რომ ჩვენ როდესაც ვათვალიერებთ ხორცს უნდა იყოს ერთგვაროვანი და ძალიან ძლიერ წებოვადიც არ უნდა იყოს ხო რაც შეეხება ზუსტად იმ თემას რაზეც ჩვენ საუბრობთ ეს არის უნებლობის პარამეტრები ჩვენთან სახელმწიფოში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ და იმიტომ მინდა მეც რომ ევროპასთან ასოცირება ძალიან სწრაფად მოხდეს რეალურად. ანუ ამ ხელშეკრულების შემდეგ გახდა ასე ვთქვათ ჩვენთვისაც სავალდებულო ევროპული სტანდარტები და ზუსტად ის მკაცრი სტანდარტი რომელიც ახლა აფლატოქსინთან დაკავშირებით არის და რომელიც სხვა ქვეყანაში მაგალითად ამერიკაში მაგალითად აზიის ქვეყნებში არის აფლატოქსინის უფრო შედარებით ესეთი დაბალი დოზა და ჩვენთან არის ძალიან მაღალი ასე ვთქვათ საშიში არის უფრო ჩვენთვის მაგალითად აი ზუსტად რომ გითხრათ ეს კი 0.5 და 0.005 ესეთი დასაშვების ზღვრები არის, როცა ჩვენთან არის უფრო მკაცრი, შეიძლება სხვა ქვეყანაში არ იყოს ესეთი მკაცრი. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჯანმრთელობას ერთნაირად ვარღვევთ, ასე ვთქვათ, ვინც ამერიკაში ცხოვრობს, ვინც საქართველოში და ვინც ევროპაში. ამიტომ ეს სტანდარტები, რომელიც ჩვენთან არის და შემოვიდა, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. სახელმწიფოში ჩვენთან გვაქვს ესეთი სისტემა ფერმიდან სუფრამდე, ანუ ის რაც ეხლა ბაჩომ გითხრა, რომ შეიძლება რომ ჩვენ გავიგოთ ვიზუალურად, რით არის ნაკვები ეს ხორცი და ანუ რა თქმა უნდა ვერ გავიგებთ თუ არ იქნება სრული სისტემა ფერმიდან, სადაც იზრდება საქონელი, პირუტყვი, შემდგომ უკვე მისი რძე მაგალითად გადადის რძის გადამამუშავებელ ქარხანაში, აი ის პერიოდიც უნდა იყოს აუცილებლად კონტროლირებადი ფერმიდან სუფრამდე და ის მერე ვინც გადაამუშავა ეს სურსათი რძის მწარმოებელმა და მოიტანა ჩვენამდე ისიც უნდა იყოს გაკონტროლებული და მაღაზიაც უნდა იყოს გაკონტროლებული, ესე იგი სადაც ეს ფერმიდან სუფრამდე
ნიშნავს იმას, რომ ყველა ეტაპი, რომელიც ჩვენ ხომ კარგად გვესხმის, რაც არის ფერმა, ხო? საქონელი სადაც იზრდებოდა და მაღაზიაში სადაც დაიდო, ყველა ეტაპი უნდა იყოს გაკონტროლებული. ბოინისშიც, რა თქმა უნდა, სადაც დაიკლა. ანუ მხოლოდ ბოინიც არ არის მართალია, დაგეთანხმებით თქვენს, რომ შეიძლება ის, რაც თქვენ წაიკითხეთ და მე კითხეთ და აღარ უნდა და არავის კომენტარის გაკეთება, შეიძლება სულაც ტყუილი იყოს, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. მე გუშინ გადაცემაზე წამოსვლამდე სურსათის სააგენტოს საიტზე შევედი და ვნახე, ანუ ესეთი მცნება არის, რომ აღიარებული საწარმოები კარგად იცის რა არის ჩემო კოლეგამ, ანუ არის აღიარებული საწარმოებები სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. უნდა იყოს ეს აღიარება პირველად წარმოებაშიც, სადაც საქონელი იზრდება და იქ, სადაც ეს საქონელი იკვლება. ამ ეტაპზე ჩვენ უფრო კარგად გვაქვს საქმე იმ ეტაპზე, სადაც იკვლება ეს საქონელი. ყავს სახელმწიფო ვეტერინარი, ეს სახელმწიფო ვეტერინარი ყველა სასაკლაოში არის კამერა, საქონლის შემოსვლის დროიდან, ტემპერატურის გაზომვა საქონლისთვის, მისი ვეცსან ექსპერტიზა, დანერგილი ჰასპის სისტემა, ეს ყველაფერი მუშაობს. მაგრამ პრობლემა გვაქვს ჩვენ პირველად წარმოებაში, სადაც აი ეს შეიძლება გამოგვეპაროს, სადაც შეიძლება იყოს ვიტამინები, სადაც შეიძლება იყოს არასწორი საკვები მიწოდებული საქონლისთვის, ანუ საკვები რითაც იკვებება თვითონ საქონელი, ვიდრე ცხოველი, ვიდრე მას დაკლავენ. აი იქ ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ჩვენ მქონდა გაწერილი სისტემა, როდესაც ეს ჰასპის სისტემას ჩვენ ქვეყანაში ინერგებოდა, ეს იყო ყველაფერი გაწერილი ეტაპობრივად და ჩვენ ეტაპობრივად სწორად მივდივართ ჯერჯერობით, მაგრამ მეტი ძალისხმევა გვჭირდება პირველად წარმოებაში. პირველადი წარმოება არ არის მხოლოდ საქონელი. პირველადი წარმოება არის მწვანილი, პირველადი წარმოება არის თევზის გამოზრდა, ყველაფერი ეს არის პირველადი წარმოება კვერცხი, ანუ სადაც იზრდება. ჩვენ თუ ამ ეტაპზე დალაგებული არ გვექნება ეს საფრთხეები, რაც შეიძლება იყოს იგივე აფლატოქსინი, ანტიბიოტიკები, სალმონელა, ყველაფერი ეს შემდგომ უკვე შუალედურ პროდუქტში დანერგილი ჰასპი ჩვენ ბევრს არაფერს გვიზავს, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი, მაგრამ არა ერთადერთი მექანიზმი, რამაც შეიძლება ჩვენ საერთო ჯამში სურსათის უვნებლობა მოგვიტანოს. იმედი მაქვს, რომ დაიხვეწება ყველა რგოლი ასე. ამიტომ აი ხოგებით მე საიტზე ვნახე 12 კომპანია იყო, რომელიც იყო აღიარებული პირველად წარმოებაში, ეს იყო თევზის გადამუშავება, იყო ხორცის წარმოება, ანუ ესეთი სასაკლაოები, მაგრამ მეტი ძალისხმევა არის საჭირო და კარგი იქნება რომ სურსათის სააგენტოს თვითონ ჩინოსნებიც ჩავრთოთ ამ საკითხში და მათაც ვკითხოთ როგორ არის საქმე, უფრო მეტად კომპეტენტურები არიან და იციან და ჩვენ როგორც მე როგორც სპეციალისტი და როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი მინდა რომ დახლზე იყოს უვნებელი სურსათი და არა მარტო ხარისხიანი ვიზუალურად. კი ბატონო. ანა ერთი კითხვაც რო დავსვათ. კი ბატონო, მინდა რომ ყველაფერი მოვასწროთ, ამიტომ კვერცხზე აღდგომის მთავარ სიმბოლოზე და ენდროზე მინდა რომ გადავიდეთ და აქ შეგვიძლია ვურჩიოთ ჩვენს ტელემაყურებლებს ამ ორი პროდუქტის სწორად შერჩევაზე და შემდეგ რა თქმა უნდა მის გამოყენებაზეც, იმიტომ რომ აი კვერცხთან დაკავშირებით არსებობს ესეთი გადაუწყვეტელი დილემა, რომ კვერცხი უნდა გავრეცხოთ მაშინ როცა ვიყიდით და მერე შევინახოთ თუ გამოყენებამდე უნდა გავრეცხოთ და კვერცხი პირველ რიგში ისე უნდა შევიძინოთ ისეთი ბიზნეს ოპერატორისგან, ვისაც აქვს აღიარება და ვინც შემოწმებული მაინც არის და გვეცოდინება რომ მათთან სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მიდიან და ამოწმებენ, აუცილებლად უნდა გქონდეს თარიღი და მწარმოებელი ვინ არის, ის აუცილებლად უნდა გქონდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ სოფლის კვერცხების შემთხვევაში ესეთი კვერცხის შემთხვევაში ეგეთი რაღაც არ გვაქვს. უნდა ვიცოდეთ რომ სალმონელას ძალიან მაღალი საფრთხეა კვერცხი თვითონ და შეიძლება ორი წესით, ანუ ორნაირად შეიძლება რომ აღმოჩნდეს სალმონელა ამ კვერცხში. ერთი, როდესაც თვითონ ასე ვთქვათ, კვერცხი როდესაც გვაძლევს ქათამი, მაშინ შეიძლება ასე ვთქვათ ფეკალიები დაისვაროს და ისე მოხდეს ამის დაბინძურება და შეიძლება თვითონ ქათმის გამოზრდის პერიოდში, ვიდრე მეკვერცხული ქათამი, ასე ვთქვათ, დაბადებს ამ კვერცხს, მანამდე თვითონ ორგანიზმში კონდეს ეს სალმონელა და თვითონ კვერცხის შიგნით, ანუ ჩვენ მას უკვე გარეცხვით ვერაფრით ვერ მოვაცილებთ და არაფერი არ მოცემდება. ამ სხვაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, ხო? ამ სხვაში თუ ძალიან მაღალ მანდაც დავეთანხმები, რომ ბევრ ამას აკიდა მნიშვნელობა, რომ რა ტემპერატურაზე ამუშავებ თევზს და იცოდე რომ მინიმალური ზღვრები უნდა იყოს ის გადალახული ტემპერატურის და ამ შემთხვევაშიც ჩვენ როდესაც
როდესაც ისეთ ბიზნეს ოპერატორის განყიდულობთ, რომელსაც არ აქვს ნიშანდება. ჩვენთვის ეს გაუგებარია, რომ როგორია ეს კვერცხი. ოჯახის კვერცხი, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ითვლება, რომ სანდო არის, იმიტომ რომ თუ იქ არის რაღაც მოვლილი ეს პირობები და ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ხა ის რომ მაინც და მაინც ნიშანდება არ აქვს, ის აუცილებლად საფათო იქნება, მაგრამ არსებობს სურსაცუნებლობის პრინციპები, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ყველა ეტაპზე უნდა იყოს შემოწმებული ის, ვთქვათ, ფრინველი მათ შორის და ის რითაც იყო ის დაავადების დროს დამკურნალები ხომ არ არის ანტიბიოტიკები მასში, თვალით ხილული ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც ძალიან სწორად უნდა შევარჩიოთ. სახში მოტანის შემთხვევაში ჩვენ მას პირდაპირ ესე გვთავაზობენ სპეციალისტები, რომ პირდაპირ გარეცხილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მას დამცავი შრია აქვს, რომელიც გარეცხვის დროს შორდება. ანუ შევთანხმდით, რომ გამოყენებამდე რამდენიმე ხნით ადრე აუცილებლად უნდა გავრეცხოთ და მხოლოდ შემდგომ უნდა გამოვიყენოთ და ის, თქვათ, ქათმის შემთხვევაშიც, თქვათ, ნედლ ქათამს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გავრეცხოთ, ასე ვთქვათ, ქათამი შევიძინოთ, ის იმდენად დიდ საფრთხეს აფრქვევს სამზარეულოში გარშემო, რომ გვირჩევნია, რომ ასე ვთქვათ, ესეთი დიდი შეხებებით არაფერი არ გავრეცხოთ და ბიზნეს ოპერატორს, ვინც ქათამს აწარმოებს, თვითონ გარეცხვის პრაქტიკა და თუ ის შეფუთულია, თუ ჰიგიენურად კარგად იყო მაღაზიაში ტემპერატურული რეჟიმებით შენახული და არა ქუჩაში ნაყიდი, მაშინ ის ჩვენ შეგვიძლია არც კი გავრეცხოთ და გამოვიყენოთ, ან დავჭრათ და აუცილებლად განვასხვაოთ ის დაფა, რომელიც იქნება ჩვენთვის ხორცის დაფა და ის დაფა, რომელიც იქნება პურის დაფა, რომ ეს ჯვარიდინი და ბრინჯაოების წესები არ მოხდეს. თერმული დამუშავების დროს სალმონელა არ კვდება, როცა კვერცხი იხარშება. 10 გრადუსზე უკვე ჩვენ შეგვიძლია რომ განეიტრალებული იქნება და ყველაფერი რომ მოვასწროთ, ალბათ უცბად უნდა ვთქვათ, რომ მწვანილის შემთხვევაშიც რა თქმა უნდა იყოს ეს მიკვლევადი ის, სადაც ვყიდულობთ და ვინ რით წამლავდა რა ეტაპზე ლოდინის პერიოდი თუ იყო დაცული. შეწამვლიდან 2 კვირის შემდეგ უნდა დაიკრიბოს მას ლოდინის პერიოდით ნებისმიერს აქ რაც გვიდევს და სალათის ფურცელსაც და ჭიტრსაც და პომიდორსაც გამდინარე წყალში რამდენად შეგვიძლია ხო წყალიც არ უნდა დავხარჯოთ, რომ ბუნება არ დავაზარავოთ, მაგრამ აუცილებლად ან ჩავალბოთ და გავავლოთ და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ესეთი წესია, რომ მცირეოდენი ერთი რამოდენიმე სანტიმეტრი მაინც ძირიდან და მოვაჭრათ აუცილებლად, რომ ყველაზე მეტად გროვდება ქიმიკატები აი ამ ნაწილში და ეგეც ვიცოდეთ, როგორც პომიდორის ამოჭრა. კითხვაც რა ენდრო მინდა აუცილებლად მოვასწროთ, ინდასტრი თქვენ შეგეკითხებით ორი ფორმით გვხვდებით ერთ დროს, ერთი ეს ფესვების ფორმით და მეორე დააფრთხვნილი ფორმით, ხო? რომელი უმჯობესია და რატომ ესეც რა უხსნათ და რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს ამ პროდუქტის შემთხვევაში? ორივე კარგი არის რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ბუნებრივი საღებავია ეს და დიდი ხანის განმავლობაში ვიყენებთ ამას. უბრალოდ ამ შემთხვევაში, ფესვების შემთხვევაში ერთი რა საფრთხეც არის, ეს არის რომ შეიძლება მიწა იყოს მოყოლილი ამის. ხო და ჩვენ მე მგონი მიწიანი გვაქვს, ხო? და უნდა გაირეცხოს კარგად, სანამ გამოვიყენებთ ამას შესაღებად და შემდეგ ფხვნილითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. უფრო უნებელი ფორმა არის ეს, ვიდრე რომელიმე საერთოდ შეგვიძლია რა ხო? ან ფხვნილით შეგვიძლია ცალკე ფესვების sakitაც გამოვიყენოთ. საფრთხე არის რომ უნდა გაირეცხოს აუცილებლად კარგად რომ მიწის ნაწილაკები არ გაფასოს. ნაწილაკები და თუ დაობებულია, დააკვირდეთ ვიდრე იყიდით და დაობებული არ იყოს, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ობიის იგივე კანცეროგენია შემდგომ და ზუსტად ის წარმოქმნის სახში ნივთიერებას. ამ უწურავი თემა არის მოკლედ და მე იმედი მაქვს რომ მომავალში ამ პროდუქტებზე სათითაოდ კიდევ მოგბრძანდებით ჩვენთან სტუმრად და უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ, თუმცა ეს იყო რაღაცა პატარა გზამკვლევი ჩვენი მაყურებლებისთვის წინასააღდგომოდ პროდუქტების პატარა ძალიან დიდი გზამკვლევი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი. ანა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო თემისთვის, თქვენ ძალიან დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია გემრიელობასთან ერთად, როცა გემრიელობა ჯანმრთელია. უღრმესი მადლობა. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის მერე მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ამბით, მუსიკალური კლიპის პრემიერით. ასე რომ, დაგველოდეთ.